დილა, საღამო ან ღამე, შუადღე მშვიდობის, რომელ დღის მონაკვეთშიც არ უნდა მისმენდეთ ახლა. დღევანდელი ჩვენი პოდკასტი იქნება უბრალოდ კითხვებზე პასუხი, რომლებიც მომწერეთ Instagram-ზე, გუშინ გავაკეთე გამოკითხვა და შესაბამისად ის კითხვები, რომელიც მეტად დაფიქსირდა, მეტად აქტუალური იყო, მეტად გაინტერესებდა, ახლა სწორედ ასეთ კითხვებზე გავაკეთებ პასუხებს და თქვენ ძალიან კომფორტულად შეძლებთ, რომ ვიდეოს აღწერაში ნახოთ კითხვები და time-კოდები მითითებული და იმ დროზე გადახვიდეთ, რომელი კითხვაც გაინტერესებთ. თუმცა მე გირჩევთ, რომ მაინც ყველა კითხვას მოусვინოთ, შეიძლება რაღაც კითხვებზე პასუხი უკვე გაქვთ, რაც გაგჟღერდება, მაგრამ მაინც შეიძლება რაღაც პატარა სიახლე იპოვოთ ამ ვიდეოებში, რომელიც დამატებით პატარა ახალ ნეირონებს გააჩენს თქვენს გონებაში და რაღაცა კიდე შეკრავს სხვანაირად თქვენს თემებს. ვიდეო ალბათ იქნება რამოდენიმე ნაწილიანი, იმიტომ რომ ყველა კითხვა არ ჩამეტევა საბოლოოდ ერთ ვიდეოში და ჯობია რომ რამოდენიმე ნაწილად გავაკეთო. და თუ მოგეწონებათ ესეთი ფორმატი, კარგი იქნება რომ დამიკომენტაროთ, რომ ვიცოდე ეს ფორმატი თქვენთვის მოსაწონია თუ არა და გავაგრძელოთ თუ არა. გამომდინარე იქიდან რომ უკვე მე-10 წელია რაღაცებს ვაკეთებ, რაღაცებს ვაზიარებ ძირითადად ჰილინგის და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან ხშირად რაღაცა კითხვებს მწერს, რომელზეც პასუხი აინტერესებს და ეს კითხვები მუდმივად ტრიალებს და მეორდება ხო ამდენი წლის განმავლობაში. ამიტომ გადავწყვიტა რომ მოდი რა კითხვებიც ახლა არის აქტუალური და რაც იქნება ხშირად დასმული, ამაზე ესე მოდი საჯაროდ ჩავწერ პასუხებს, რომ დაკმაყოფილდეს თქვენი ცნობიერება, ასევე უღრმესი მადლობა ყველას, ვინც გამომიგზავნეთ კითხვები და ნუ გეწყინებათ მათ, ვისი კითხვებიც არ გაჟღერდება, იმიტომ რომ რამოდენიმე მიზეზის გამო კითხვებს არ გავაჟღერებ. ერთი მიზეზი არის ის, რომ მე თვითონ ვერ გავიგი ადამიანი, რას გულისხმობდა. მეორე არის ის, რომ რაღაცაში არც მე არ ვარ კომპეტენტური და არ ვიცი და ბოლომდე არ ჩამიხედავს და ჩემ თავზე არ გამომიცდია, შეიძლება სადღაც ყური მოვუკარი ვიღაცამ ასე თქვა და ასე უპასუხა, მაგრამ ჩემთვის ეს არ არის რელევანტური, ანუ სიღრმისეულად არ ვიცი მართლა იგრია თუ არა და ამიტომ რაც ჩემ თავზე არ მაქვს გამოცდილი ან ჩახედული არ ვარ ან ცოდნაც არ მაქვს, რა თქმა უნდა იმ რაღაცებზე ვერ ვისაუბრებ. და არის კიდე რაღაცა მომენტები, როცა რაღაცებზე საუბარი ჯერ ადრეა და რაღაცებზე უბრალოდ არ ღირს საუბარი. ამიტომ უღრმესი მადლობა კითხვებისთვის და აუცილებლად დააფიქსირეთ, მოგწონთ თუ არა ესეთი ფორმატი, რომ ტყუილად არ ვაკეთო თუ თქვენ არ გაინტერესებთ. ეხლა კი მოდი დავიწყოთ კითხვებზე პასუხის გაცემა. და პირველი არის ჯანმრთელობის თემა. კონკრეტულად კი ესეთი კითხვა იყო, რომ როდესაც სწორედ იკვებები, სწორად ცხოვრობ და მაინც გაწუხებს ჯანმრთელობის პრობლემები. ესეთი წუხილი ქონდა ადამიანს და რამოდენიმე კითხვა იყო ზოგადად ჯანმრთელობის გარშემო, ეს რატომ აწუხებს, ეს რატომ აწუხებს. ამიტომ მოდი ჯანმრთელობით დავიწყოთ, თან ჯანმრთელობა რა თქმა უნდა ყველაფრის საწინდარია და რაღაც ასაკიდან უკვე ძალიან ვაფასებთ ჩვენ ჯანმრთელობას და თავიდან თუ რაღაცა ბედნიერება და სიხარულები გვინდა, მერე ჯანმრთელობაზე შენდება მთელი ჩვენი ცხოვრება და ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ჩვენთვის. რატო შეიძლება რომ ადამიანი ძალიან ჯანსაღად ცხოვრობდეს, ჯანმრთელად ცხოვრობდეს და მაინც ჰქონდეს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები? მოდი ამას შევხედოთ პირველ რიგში ასტროლოგიური კუთხით, ხო? იმიტომ რომ გამდირექით რომ სხვადასხვა სფეროებში მაქვს გამოცდილება, ყველა სფერო სხვადასხვანაირად აღიქვამს და ხედავს გარკვეულ პრობლემას. ამიტომ ვეცდები რომ სხვადასხვა კუთხით დაგანახოთ რაში შეიძლება იყოს პრობლემა. ასტროლოგიური კუთხით ჩვენი ნათალური რუკა, ყველას რომელიც გვაქვს ინდივიდუალური, შეიძლება ამ რუკაში არის მოცემული უკვე რაღაცა საკვანძო საკითხი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. პირდაპირ რუკას რო შეხედავ, რომ შეგიძლია თქვა, რომ აჰა, ამ ადამიანს ამის პრობლემა ექნება. ანუ იდეაში ეს მას ნიშნავს, რომ როდესაც ადამიანი უკვე იბადებოდა, მას ჰქონდა გარკვეული, ანუ გაწერილი იყო, რომ მას ექნებოდა ჯანმრთელობის პრობლემა და რა თქმა უნდა, სულ მას იცოდა და რა თქმა უნდა, ამაზე იყო თანახმა. შესაბამისად, როდესაც ნათალური რუკით მოდის ჯანმრთელობის პრობლემა, ეს მას ნიშნავს, რომ ეს არის სულის არჩევანი. მაგრამ არის შემდეგი შემთხვევაც, როდესაც ნათალურ რუკაში არანაირი დიდად ჯანმრთელობის პრობლემა ადამიანს არ უჩანს, ახლა რა თქმა უნდა, არ გულისხმობ გაციებას და ვირუსებს და რაღაც ჩვეულებრივ რაღაცას, რაც ყველას გვემართება და შესაძლებელია ნებისმიერ ადგილას გავცივდეთ და რაღაცა, მაგრამ გულისხმობ სერიოზულ ჯანმრთელობის პრობლემას. შეიძლება ეს ადამიანს არ მოყვებოდეს თავის ნათალური რუკით, მაგრამ იყოს გარკვეული პლანეტარული პერიოდები, მისი პირადი პლანეტარული პერიოდები იყოს რთული და ტრანზიტები იყოს რთული და აქედან გამომდინარე გარკვეული ჯანმრთელობის თემები ამოიწიოს ზედა პლანზე. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ადამიანს, გააჩნია რომელი პლანეტით არის ეს რთული პერიოდი და რა სთხოვს ეს პლანეტა და კონკრეტულად იმ სახში რა მოითხოვება, ამ რაღაცებთან არის დაკავშირებული და ეს მას ნიშნავს, რომ ადამიანმა უბრალოდ ამ ტრანზიტებიდან და პერიოდიდან გამომდინარე, რაც მას მოეთხოვება, რომ თავისი რუკის მიხედვით მან უნდა გააკეთოს და შეძლოს,
იმ რაღაცაში უნდა ჩადოს თავისი დრო და თავისი ენერგია, ხოლო ჯანმრთელობა ამ შემთხვევაში ახსენებს იმას, რომ გაინძრეს და რაღაცა გააკეთოს. ასევე, ხო, და ეს პლანეტარული პერიოდები და ეს ტრანზიტები როცა გადაივლის, ადამიანს უფრო უადვილდება შემდეგ თავის ჯანმრთელობის ისევ კალაპოტში მოქცევა. თუმცა გააჩნია ხა აქ რა სიტუაცია გვაქვს, ხო? თუ მაგალითად ადამიანს წამოუტივტივ და პირობითად რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა, რაღაცა ტრანზიტის დროს ან პერიოდის დროს და არ მიხედა საკუთარ თავს, დამთავრდა ეს პერიოდი, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა დარჩება და მას რა თქმა უნდა დაჭირდება მომავალშიც, თუნდაც ძალიან კარგ პლანეტარულ და ტრანზიტულ პერიოდში მაინც მოსაგვარებელი ექნება, უბრალოდ უკვე კარგ პერიოდში, ხა ძალიან უხეშად ვსაუბრობ, კარგ პერიოდში მას გაუადვილდება ამის გაკეთება, გაუადვილდება სხვადასხვა კუთხით, ხო, ვიღაცა სწორი ექიმი შეხვდება, ვიღაცა სწორი მედიტაცია ექნება, ხვირწინ და იმას გააკეთებს, ვიღაცა წიგნს წაიკითხავს და იქ რაღაც გადაუტრიალდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჯანმრთელობა ან არის გაწერილი, ან არის შეძენილი. თუ არის გაწერილი ასტროლოგიური კუთხით თუ აღვიქვამთ, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ადამიანს კარმულად აქვს რაღაცა დასამუშავებელი. ან ეს ჯანმრთელობის პრობლემა მოაქვს, იმიტომ რომ კარმული დავალიანებები დაამუშავოს, ან მოაქვს, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან დიდზე უნდა გავიდეს აი ამ ჯანმრთელობის პრობლემით. ხო, აი მაგალითად რაღაცა აღმოაჩინოს, თვითონ იმდენი იქექოს ამ ჯანმრთელობის პრობლემაში, რომ თუნდაც რაღაც ახალ დეტალს მიაგნოს, რომელიც შემდგომში ყველა ამ ჯანმრთელობის პრობლემის ადამიანს ძალიან დაეხმარება. თქვა, წამალი აღმოაჩინოს, შექმნას, ან მიდგომა, ან ექიმი, ან რაღაცა ახალი, მოკლედ, მოიძიოს ბაზარზე, რომელიც აქამდე არ იყო მოძებული, რაც ხვებსაც დაეხმარება და ამაში შეიძლება ძალიან დიდი მისია იდოს. როცა არის ეს ტრანზიტული, მაგ შემთხვევაში უბრალოდ ყურადღებას გვაქცევინებს ტრანზიტები და პერიოდები იმ საქმეზე, რაც გასაკეთებელია და ზოგადად ჯანმრთელობის პრობლემები მოდის მაშინ, როდესაც სხეული ჩვენ გვაქცევინებს ყურადღებას რაღაცაზე, რასაც ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას. აქაც ძალიან ბევრი ჯანმრთელობის მიმართულებით ჰილერები არიან, იყვნენ და იქნებიან კიდეც, რომლებსაც ძალიან ბევრი წიგნები აქვს დაწერილი ფსიქოსომატიკაზე და ჯანმრთელობის თემებთან დაკავშირებით, რომელი ტკივილი, რომელი წუხილი რა ემოციასთან და როგორ და რასთან არის კავშირში. აი იმდენი არჩევანი ამ ყველაფრის რო არ ვიცი, მეც საკმაოდ ბევრი მათგანის წიგნი მაქვს წაკითხული ან მოსმენილი აუდიო რეჟიმში და ანუ მეც კი ეხა მერევა რო ჩამოვთვალო, ვინ რას ფიქრობს კონკრეტულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. თუმცა პირველი რომელსაც გავიცანი ეს ყო ლაზარები, მაშინ პატარა ვიყავით და მაშინ არც ინტერნეტი იყო და რაღაცა ლამპი შუქზე რო ვიყავით, სახში მომიპოვებოდა და ლაზარები იყო გადასარავი დასაწყისი. მერე მახსოვს რომ ლუიზა ჰეი იყო ერთ-ერთი ძალიან გარდამტეხი, რომელმაც კიდე სხვანაირად ამენახა და შემდეგ უკვე ბოლო პერიოდში რამაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ეს არის ჯულია კენონის მიერ დაწერილი წიგნი, რომელიც ასევე Soul Speaks, ესე ქვია, ანუ სული საუბრობს, არის ასევე ჯანმრთელობის თემებზე, ანუ კონკრეტული ჯანმრთელობის პრობლემა საიდან მოდის და ეს წიგნი არის დაწერილი ჯულიას დედის, ანუ დოლორეს კენონის ჰიპნოთერაპიების დროს თავისი პრაქტიკიდან, როდესაც თავის კლიენტებს ეკითხებოდა ის ჯანმრთელობის პრობლემა რო აქვს რასთან არის კავშირში, აი ამ დიდ გამოცდილებაზე აგებული სტატისტიკა შეადგინა და მისმა შვილმა ჯულიამ გამოსცა ეს წიგნი, სადაც ჰიპნოთერაპიით, ოღონდ კონკრეტულად კვანტური ჰიპნოჰილინგის საშუალებით არის აღწერილი აბსოლუტურად ყველა დაავადება თუ რასთან შეიძლება იყოს კავშირში, ხო, რომელიც იდეაში ესე წასაკითხად და გასაზრებლად ძალიან მარტივია, რომ აი მაგალითად წელის ტკივილი დაკავშირებული იმასთან, რომ ჩვენ რაღაც ზედმეტ ტვირთს ვიღებთ ჩვენს თავზე, თავის ტკივილი დაკავშირებული იმასთან, რომ რაღაცა გადავიტვირთეთ ისა. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ ხოლო წაკითხვა სამწუხაროდ ამას არ შველის, თუ მაგას არ მივაქცევთ ყურადღებას, თუ საიდან მოდის გარკვეული წუხილი. თუ მაგალითად ადამიანს კარმულად აქვს მოყოლებული ეს რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემები, მაშინ რა თქმა უნდა ჯანსაღი კვებით და ჯანსაღი ცხოვრებით საგრძნობლად შეიმსუბუქებს თავის წუხილებს, იმიტომ რომ ეს რო არ გაკეთოს უარესი სიტუაცია ექნებოდა, მაგრამ თუ მას რუკაში უჩანს, რომ ეს აწუხებს, მაშინ რა თქმა უნდა ამ ადამიანს ძალიან დიდი ძალისხმევის ჩადება მოუწევს ჯანმრთელობის სფეროში იმისთვის, რომ ის იყოს ჯანმრთელი. ისევე როგორც ყველას გვაქვს, ხო, ახლა ყველას სადღაც ყავს სატურნი და ყველას სადღაც ყავს აღმავალი კვანძები და შეერთებები მათ შორის რთული. ხო და შესაბამისად ყველას
რომელიღაცა სახლში, ანუ რომელიღაცა სფეროში, ასტროლოგიურად რომელიღაცა სახლში რაღაცა გვიჭირს. და ყველას რაღაცა გვაქვს მეტად დასამუშავებელი. თუ ვიღაცა მეტი უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ბედნიერი ოჯახი გქონდეს, ვიღაცას ეს მიეცა და მეტი უნდა იმუშაოს იმაზე, რომ ფული იშოვოს. ვიღაცას ფული მიეცა და სხვა რამეზე უნდა იმუშაოს და ასე შემდეგ. ასევე ვიღაცას ჯანმრთელობაში მოეცა კვესთები და დავალებები. ყველაზე საინტერესო ჩემთვის ამ ეტაპზე არის, როდესაც ჯანმრთელობის თემას უყურებთ ხოლმე კვანტური ჰიპნოთერაპიების დროს, იმიტომ რომ აი აქ ისეთი საოცარი კავშირები აღმომჩენია სხვადასხვა კლიენტებთან მუშაობის დროს, რომ მე თვითონ რომ გაუგნებელი ვყოფილვარ და აი მე თვითონ რომ აი ვერ მოვიგონებდი ეგეთ სიუჟეტს, ისეთი საოცრებები გაუხსნიათ და ისეთ საოცარ ზოგადად სივრცეებს ხსნის ეს კვანტური ჰიპნოთერაპიის კარა. რამოდენიმე მათგანის შესახებ მოგიყვებით, რა თქმა უნდა, კონკრეტიკის გარეშე, სახელების გარეშე და ერთ-ერთი ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ისტორია ეხებოდა ერთ გოგონას, რომელსაც ჰქონდა ძალიან მძიმე დაავადება, რომელიც ძალიან იშვიათია და საკმაოდ მძიმე დაავადება და ერთი შეხედვით, როდესაც გავისაუბრე ამ გოგოს, იფიქრებდი, რომ ლოგიკურად ახლა ადამიანს მოგივა გონებაში, რომელსაც კარმის გჯერა, ინკარნაციის გჯერა და ასე შემდეგ, გონებაში ტრიალებს, რომ ღმერთო რა დააშავა ამ ადამიანმა ესეთი წინა ცხოვრებაში, რომ აი ასეთი ახლა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მაგრამ, როდესაც წავედით უკვე ჰიპნოთერაპიის პროცესში, ადამიანი ამბობს, რომ მას რეალურად დედამიწაზე მეორე ინკარნაცია ჰქონდა და პირველ ინკარნაციაშიც ძალიან პატარა ასაკში გარდაიცვალა, ბავშვის ასაკში და შესაბამისად ვერ მოასწრო ვერანაირი ნეგატიური კარმის დაგროვება, მაგრამ ის ამ პრობლემით იმიტომ არ არის მოსული, რომ რაიმე ნეგატიური კარმა აქვს. არამედ ის იმიტომ იყო ამ პრობლემით მოსული, რომ მან როგორც ნახა, ის იყო საერთოდ სხვა სივრციდან, სხვა პლანეტარული სისტემიდან, სადაც მაღალვიბრაციული განვითარებული სულები, სულებს უწოდებ, ანუ არსებები ცხოვრობდნენ და ეს იყო, ოღონდ მათ არ ქონდათ მყარი სხეულები, ქონდათ ენერგეტიკული სხეულები და ეს ენერგეტიკული სხეულები ასევე ძალიან ზიარდებოდა მთლიანად იმ სივრცესთან, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. შესაბამისად, ამ სივრცეში ამ არსებებს თავიანთ პლანეტაზე საერთოდ არ ქონდათ იმის საჭიროება, რომ როგორც ჩვენი სხეული არის ადაპტირებული დედამიწას, რომ საკვებიდან მინერალები მივიღოთ, მზისგან ვიტამინ D, ვიტამინი ავიღოთ და წყლისგან რაღაცა ავიღოთ და ასე შემდეგ, ანუ აი ამის უნარი თვითონ სულს არ ქონდა და გამომდინარე იქედან, რომ მისი პლანეტა იყო დაღუპული, ამ პლანეტაზე არსებული არსებები სხვადასხვა პლანეტებზე ინკარნირდნენ და მათ შორის რამოდენიმე მათგანი არის დედამიწაზე და ერთ-ერთი იყო ეს გოგონა, რომელმაც თავისი პირით მოყვა ზეცნობიერის მდგომარეობიდან, რომ მას უბრალოდ არ დაყვა ის ფუნქცია, რადგან დედამიწაზე სულ რაღაც ეხლა დაიწყო ინკარნაციები, რომ ეს ფუნქცია შეეთვისებინა, რომ მისი სხეული ეხლა იქნებოდა მყარი აქ და მას დაჭირდებოდა გარე სამყაროდან რაღაცა მინერალების მიღება და გარდაქმნა. და სწორედ მისი დიდი ჯანმრთელობის პრობლემის სათავე ზუსტად იყო ეს, რომ მისი ორგანიზმი რაღაცებს ვერ იღებდა, ვერ ითვისებდა, იყო დეფიციტი და ამის გამო იყო სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა. რაც იყო ჩემთვის აი გასაოცარი ისტორია, იმიტომ რომ არაფერი ადამიანს არ დაუშვება, არანაირი კარმა არ აწუხებს და ესეთი ისტორია გვაქვს და ამასთან ადამიანი თავისი თვალით ხედავს და თავისი პირით ყვება და თვითონ აცნობიერებს, ხო? ასევე ძალიან ესეთი მარტივი შემთხვევები იყო, რომ მაგალითად აი ქრონიკული წელის ტკივილები, გოგონა ამბობს, რომ აი წინა ცხოვრებაში ვხედავ, რომ ზურგით მივათრევ ტვირთს და რაღაცა ტიტველი ვითვარ, უდაბნოა და ამ ტვირთს დავათრევ და ეს არის მთელი ჩემი ცხოვრება და ეს წელი მაქვს ჩაწყვეტილი და შესაბამისად ამ ცხოვრებაში უნდა დავისვენო. თუ ზედმეტს ვიშრომებ, იმ მომენტში მტკივდება წელი. უნდა დავისვენო. აი ეს რაღაცა იდეა იყო მისი წელის ტკივილის უკან, რაც იდგა. ასევე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიტუაცია იყო, როდესაც ერთ გოგონას ჰქონდა ხელის სახსრის ანთება და ესე ვთქვათ, პასუხი იყო ის ამაზე, რომ მოკლედ ეს გოგონა რაღაცა თვითრეალიზაციაში რაღაცებს წინ არ დგამდა ნაბიჯებს და გაანძრია ხელი და არ გეტკინება, იმიტომ რომ ხელს არ ანძრავ იმ მიმართულებით, რაც ეხლა საჭირო რომ გააკეთო. ძალიან ლოგიკური დალაგებული პასუხი. როგორც კი მე ჩავეძიეთ რა უნდა გააკეთოს როგორ რაღაცა, მეორე თუ მესამე დღეს მომწერა რომ ხელმა გამიარაო.
და ესეთი სასწაულებიც ხდება. ამიტომ ყველა ადამიანის ჯანმრთელობის რაღაცა მიზეზის უკან დგას გარკვეული რაღაცა ისტორია, რომელიც შეიძლება ამ ცხოვრებიდან არ მოდიოდეს. იმ შემთხვევაში თუ ეს რუკით არის განპირობებული, ხა რომ დავაკავშიროთ ხო ცოტა ლოგიკურად, თუ რუკაში ნათალურ რუკაში ჩანს, რომ რაღაცა პრობლემით უკვე მოდის ადამიანი და აი დაბადების რუკას რო შეხედო ახალდაბადებული ბავშვის რომ მიხვდები რომ აჰა ამ ბავშვს ეს ექნება პრობლემური ხო, ესე იგი ამას რაღაცა წინა რეინკარნაციული იდეა უდევს საფუძვლად. ხოლო თუ ცხოვრების განმავლობაში ვიძენთ და ანუ ტრანზიტებში ჩანს ან პერიოდებში რაღაცა პრობლემები ხო, მაგ შემთხვევაში უბრალოდ სადღაც ცოტა გზას ავწდებით, რაღაცას ცოტა ზედმეტს ვაკეთებთ ან ნაკლებს ვაკეთებთ და მანდ უფრო ადვილია ხოლმე გასწორება. მაგრამ საერთო ჯამში ყველა ჯანმრთელობის პრობლემას კი შეიძლება ვთქვათ ის, რომ აი წელის ტკივილები დაკავშირებულია ზედმეტი ტვირთის აღებასთან საკუთარ თავზე. მაგრამ საფუძველს საიდან იღებს, რომელი ცხოვრებიდან მოდის, ამ ცხოვრებაში ჩაეყარა ამ საფუძველი სხვა ცხოვრებაში ჩაეყარა, რა ისტორია იყო, როგორ იყო, ეხა ამ ყველაფერს უკვე ვრცლად ადამიანი თავად ნახულობს გიპნოთერაპიაში. ამიტომ ჯანმრთელობის პრობლემა დაკავშირებულია ერთ-ერთ ჩემთვის შთამბეჭდავ მოდელთან ასევე, რომელიც ასევე ჩემთვის ერთ-ერთი შთამბეჭდავი გიპნოთერაპია იყო, სადაც გოგონას ჰქონდა ასევე ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა, რომელიც მის ასაკთან შედარებით აი ძალიან სერიოზული იყო და მან ნახა ესეთი რაღაცა, რომ ის იყო ისეთი პლანეტიდან და სივრციდან, სადაც იყვნენ მკურნალი სულები და არსებები და რომლების დედამიწაზე ჩამოდიოდნენ მკურნალობის დანიშნულებით, ანუ ეს იყვნენ არსებები, რომლების დედამიწაზე მოდიოდნენ სხვადასხვა გაჭირვების დროს, სხვადასხვა დაავადებების დროს, ჩამოქონდათ სხვადასხვა პრაქტიკები, წამლები, რეცეპტები და ასე შემდეგ, რომლითაც ისინი შველოდნენ მერე დედამიწას და სერიოზულ რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემებს და რაღაცა ესეთ გავრცელებულ თუნდაც ვირუსებს და ეპიდემიებს და რაღაცებს შველოდნენ. და ამ გოგონამ მათ თქვა, რომ იცი რა, ხო აი მე აქ მიცხოვრიაო, მაშინ ეს იყო, ამის წამალი მე მოვიგონე, ამისი და ეხლაც ამ ცხოვრებაში იმიტომ არ მოსულია, რომ მე რაც მჭირსო, ზუსტად იმის წამალი მაქვს მე ჩამოტანილიო და ეს უნდა გავიხსენო და შესაბამისად მე რო ეს არ დამართნო და მე არასდროს არ ვიფიქრებდი ამაზეო და მე არაფერი არ მებიძგებდაო იმისკენ, რომ მე ეს გამეხსენებინაო, ეს ცოდნა გამეხსენებინაო და ეს ცოდნა ჩამომეტანაო. თვითონ ჯანმრთელობის კუთხითო მე ეს დაავადებაო, არაფერს არ მიზამსო, თუო მე სწორი გზით ვივლიო და თუ მე ამ წამლის გახსენებას წამალი აქვს პირობითი რაღაც წამალი კი არ უნდა შეექმნა, რაღაცა ცოდნა ქონდა ამ დაავადების გარშემო და ნუ ეს ცოდნა უნდა გაიხსენებინა. და შესაბამისად იმიტომაც აწუხებდა, რომ ამხელა მისია ქონდა, ამხელა მისიით ჩამოვიდა და რა თქმა უნდა აწუხებდა, იმიტომ რომ სხვანაირად თავში ხარ მოვიდოდა, რომ ამ თემაში ჩაღრმავებულიყო და ეძია ამ კუთხით და გამოეკულია რაღაცები, ხო? ამიტომაც ესეთი დიდი მისია ქონდა ადამიანს და აქ არც კარმული დავალიანება იყო, არც რაღაცა ცოდვა ქონდა არაფერი ჩადენილი, რის გამოც ისჯებოდა, არამედ უბრალოდ ქონდა უდიდესი მისია. და ხშირად სხვათა შორის ზოგადად იმ პრობლემებში, რომელსაც ჩვენ გავდივართ ცხოვრებაში, ზუსტად მანდ არის ჩვენი უნიკალური პოტენციალიც, იმიტომ რომ ჩვენი პრობლემა მიგვითითებს იმ საკითხზე და მიგვაქცევინებს ყურადღებას, ჩვენ გვაქვს იმისი შესაძლებლობა, რომ მანდ ჩავეძიოთ და ბევრი ვუტრიალოთ და აღმოვაჩინოთ რაღაც პასუხები ჩვენთვის და შესაბამისად გაუზიაროთ სხვა ხალხსაც დავეხმაროთ. ამიტომ აი ესეთი ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება იყოს, რომელიც არც დაგვიმსახურებია, არც ცუდი ცოდვების ეს ცუდია ხო, გამოგვაქვს, მაგრამ უბრალოდ რაღაცა მისიის ფარგლებში ესი არის საჭირო და ამაში უნდა ვრიალიზდეთ. ეს ყველაფერი არის ძალიან მრავალფეროვანი, მე პირადად გირჩევთ, რომ დაგუგლეთ ხოლმე, ძალიან ისე მარტივად ჟღერს, მაგრამ მე ძალიან ბავშვობიდან რა ჩემ ბავშვობაში არ იყო Google, მაგრამ როცა კი Google შეიქმნა და ვიცოდი ფსიქოსომატიკის შესახებ, ყოველთვის გუგლავდი ხოლმე და ეხაც ესეა, რა მეუდნოთ შემოწუხებს, ყოველთვის გუგლავ, რომ ეს და ამის ფსიქოსომატიკა. ინგლისურად გირჩევთ ან რომელიმე სხვა ენაზე უფრო კარგი სერჩია და სხვადასხვა ჰილერების პასუხებს ნახავთ, რომ აი ლუიზა ჰეი ამას ამბობდა, დოლორესი ამას ამბობდა, ის იმას ამბობდა, ეს ამას ამბობდა და ეცადეთ, რომ შეკრიბოთ ეს ინფორმაცია და თქვენ ცხოვრებაში რაღაც მიმდინარე მოვლენებს შეადაროთ, ანუ რა ხდებოდა და რასთან შეიძლება იყოს კავშირში, თუ თქვენი ძალებით გინდათ ამისი გამოკვლევა. ასევე კიდე ერთ პატარა ტიპს მოგცემთ, რომ ზოგადად ჯანმრთელობაზე პრობლემა ვლინდება დაახლოებით 2-3 თვეში, როცა რაღაცა მნიშვნელოვანი და გარდამტეხი მოხდა, რაც ფსიქოსომატურად მერე ჩვენს ჯერ პირველ რიგში ენერგეტიკაზე აისახა და მერე გამოვლინდა უკვე ფიზიკურ ჯანმრთელობაში. ამიტომ დაახლოებით 2-3 თვით უკან გადაახვიეთ, როცა რაღაცა გამოვლინდა, აი თქვათ, თმის ცვენა დაგეწყო დღეს, რა მოხდა 2-3 თვით ადრე. და ამ მოვლენებს შეგიძლიათ დაუკავშიროთ, რასთან შეიძლება იყოს ეს კავშირში. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ასტროლოგიურადაც გამოიკვლიოთ თქვენ
ამავე ჯანმრთელობის სიტუაცია შეგიძლიათ ჰიპნოთერაპიულადაც გამოიკვლიოთ და სხვა მეთოდებით, თუმცა ყოველთვის, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემა იქნება, თქვენი სხეული ცდილობს, რომ მიგაქცევინოთ ყურადღება რაღაცა მნიშვნელოვანზე, რასაც თქვენ არ აქცევთ ყურადღებას. ეს მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ის, რომ რაღაცა გაქვთ დასამუშავებელი სასწავლი, ან გამოსასყიდი ნეგატიური კარმა, ან სასწავლი რაღაცა, ხო? ძალიან მრავალმხრივ შეიძლება აქ იყოს ვარიანტები, ან თუნდაც ძალიან მარტივად, აი როგორც იმ გოგონას ქონდა, რომ შენ თავზე მეც აიღებ, წელი გეტკინება. შრომას ჩადებ, წელი გეტკინება, უნდა დაისვენო, ხო? ან ხელი გტკივა, გაანძრიე ხელი. ზოგი შემთხვევაში იყოს, რომ პირიქით, ანუ ძალიან ბევრ შრომობ და გააჩერე ეგ ხელები, ხო? ანუ გააჩნია ვისთვის როგორ, მაგრამ ზოგადად გამოსაკვლევად ეს ძალიან საინტერესო თემა არის, ჩემთვისაც განსაკუთრებით ჯანმრთელობის კვანძები და კავშირები ყოველთვის ძალიან საინტერესოა ხოლმე, როცა ჰიპნოთერაპიების დროს იხსნება ეს კვანძები. თუმცა ზოგადი რჩევა და რეკომენდაცია, რა თქმა უნდა, ის იქნება, რომ ჯანმრთელობას უნდა მიხედოთ, იმიტომ რომ ამაზე ძვირფასი არაფერი არ არის, ამაზე დგას მერე ყველაფერი, მათ შორის სულიერი განვითარება და აბსოლუტურად ყველაფერი, თუნდაც ჯანსაღ სხეულში არის ჯანსაღი სული. სანამ მიხვალთ იქამდე, რომ ვინმესთან მიხვიდეთ და გაარკვევთ ჯანმრთელობის ასე თუ ის პრობლემები საიდან მოდის, მანამდე უბრალოდ ეცადეთ, რომ თქვენ სხეულს მოусმინოთ და თავადაც გეტყვით, რა სურს და რატო გაქვთ ეგ ჯანმრთელობის პრობლემები და დააკვირდეთ მიზეზ შედეგობრივებს, როდის დაიწყო ეს, რას უკავშირდება და ასე შემდეგ. შემდეგ კითხვა გვაქვს, მხოლოდ ადამიანები ინკარნირებენ, თუ ცხოველების სულსაც შეუძლიათ ინკარნირება. ადამიანის და ცხოველის სული არის სული. და სული არის გამოყოფილი რაღაცა ერთიანი უზენაესიდან, რაღაცა პატარა ნაწილი, რომელსაც შეუძლია ინკარნაციებში ჩამოსვლა. და შესაბამისად სულს შეუძლია ინკარნირდეს ცხოველშიც და შეუძლია ინკარნირდეს ადამიანშიც, უფრო რთულ ცხოველშიც, მწერშიც, ქვეწარმავალშიც და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი თვითონ ვედურად თუ შევხედავთ, ვედები ასე ალაგებენ ამას, რომ ცხოველები არის უფრო დაბალი დონე ინკარნაციის, ხოლო ადამიანური მატერიალური განსხვავება უკვე არის უფრო მაღალი საფეხური. თუმცა ეს არნიშნავს, რომ რახან ცხოველური ცხოვრება ინკარნაცია არის უფრო დაბალი საფეხური, რომ რაღაცით უფრო მარტივია. იმიტომ რომ ცხოველებს იდეაში ეს ძალიან ასევე უხეშად რომ მოუყვე, რა თქმა უნდა, სიტყვით არ უნდა გაიგოთ არაფერი, უბრალოდ ანალოგიების დონეზე უყვები, რომ ყოველთვის გასაგებად იყოს ადვილი. ჩათვალეთ, რომ მაგალითად ადამიანი გარდაიცვალა, რომელმაც თავის ცხოვრების განმავლობაში გარკვეული კარმული ქულები დააგროვა. ეს კარმული ქულები ვთქვათ, არის ცოტა და შემდეგში ესეთი არჩევანი აქვს, რომ ან დაიბადება ადამიანად ყოფნის ეს ქულები, რომ დაიბადოს ადამიანად, რომელიც პირობითად იქნება ხეიბარი, იმიტომ რომ ჯანმრთელობაზე მეტი ქულები არ ყოფნის, ან შეუძლია დაიბადოს ძაღლად ან კატად, რომელიც იქნება სახლის ცხოველი და აჭმევენ, ასმევენ და ბედნიერი ცხოვრება იქნება. თუმცა ყველა ცხოველს ასევე თავისი ვალი აქვს, დაწვრილი აქვს, რომელიც შეაქვთ ხოლმე სამყაროში, მაგალითად აი ძაღლებს აქვს დაცვა, ან დაცვითი ფუნქცია, ისინი გვიცავენ და ჩვენ დარეჯები არიან და ამით ისყიდიან თავის ნეგატიურ კარმას, კატები არიან ჰილერები ან მკურნალები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო, ამ დედამიწის ციკლში ყოველს თავისი როლი აქვს. და შესაბამისად თუ ადამიანს არ ყოფნის ქულები, ის მოდის უფრო დაბალი რანგის ინკარნაციაში, გაივლის იმ ინკარნაციას და მერე ადის უფრო მაღალი დონის ინკარნაციებში. ასევე ხანდახან არის, რომ ამაზეც მაქვს ვიდეო ჩაწერილი ზოგადად ვედურ კოსმოგონიაზე, რომ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს 14 პლანეტარული სისტემა, ჩვენ აქ პლანეტებში არ გულისხმობ ჩვენთვის ცნობილ პლანეტებს, რომელიც არის ვენერა, მარსი, მერკური და ასე შემდეგ, გულისხმობ თვითონ პლანეტარულ სისტემას. და 14 პლანეტარულ სისტემაში ჩვენი არის ზუსტად შუაში, ანუ მე-7 პლანეტარული სისტემა ქვედა შვიდეულიდან, ანუ ქვედა შვიდეულის ბოლო საფეხურია. და შესაბამისად ჩვენს ქვევით არის უკვე ეგრეთ წოდებული დემონური პლანეტები, ანუ დაბალვიბრაციული პლანეტები, სადაც ნეგატიური კარმის შემთხვევაში მიდიან სულები და როდესაც ქვედა პლანეტებიდან ამოდიან სულები, შეიძლება პირდაპირ ადამიანურ ინკარნაციაზე არ ეყოს ეს ქულები და ჯერ მოვიდეს ცხოველად, მერე მოვიდეს ადამიანად და ასე შემდეგ. ამიტომ რა ფორმას მიიღებს, რა ინკარნაციას გაივლის სული, ეს დამოკიდებულია იმ კარმულ ქულებზე და იმ მისიებზე, რომელიც მას ეკისრება შემდგომ ცხოვრებაში და რისი გამოცდილების მიღებაც უნდა. ოღონდ რა თქმა უნდა, ამაზე ქულები უნდა ეყოს. შეიძლება ინტერესის გამოც აირჩიოს, არ გინახავთ ისეთი ინტერნეტში ხა ყველას გვაქვს ინტერნეტი და ფართოდ შეგვიძლია ვუყუროთ ცხოველებს, ვისაც გვიყვარს ცხოველები. ალბათ ჩემსავით ადევნებთ ხოლმე ყველა
ცხოველებიან ოჯახებს და ადამიანებს, ბლოგერებს თვალს და ისეთი ცხოველებიც არიან მართლა რო ადამიანივით ესმის ყველაფერი და ფაქტიურად ადამიანი როა მართლა და ცხოველი კი არა ადამიანის ცნობიერება რო აქვს და გელაპარაკება ამის და შესაბამისად ისიც ხდება რომ მაღალ განვითარებული სულით შეიძლება რომ მოხდეს ცხოველის ინკარნაციაში, იმიტომ რომ შეიძლება უბრალოდ გამოცდილება აინტერესებდეს, რატომაც არა. აი ხა მაგალითად რამე ვიდეო თამაში რო იყოს, რომელშიც შეგეძლებათ რომ ძაღლის ცხოვრებით იცხოვროთ კატის ან თევზის და მისი ცნობიერება შეიმეცნოთ როგორია და საერთოდ რა დინებები არის მის ცხოვრებაში, არ ითამაშებდით, რატომაც არა გამოცდილებისთვის ითამაშებდით. ამიტომ შეიძლება ინტერესის გამოც მოხდეს ხოლმე ასეთი ინკარნაციები და ეს არ ნიშნავს რომ ვინმეზე უარესია, ან უკეთესია ის რომ ჩვენ ახლა ადამიანები ვართ, ვინც ამას უსმენთ, არ ნიშნავს რომ ჩვენ უფრო კაი ტიპები ვართ, ვიდრე ძაღლები ან კატები. პირიქით შეიძლება ისინი უფრო განვითარებული სულები იყვნენ, უბრალოდ ინტერესის გამო ან საჭიროების გამო იყვნენ ასეთ ინკარნაციაში. თუმცა სული არის ერთი და შეუძლია სხვადასხვა მატერიალურ ფორმებში ინკარნირება, როგორც დედამიწაზე, ასევე დედამიწის გარეთ, დედამიწის გარეთ სხვა პლანეტებზე კიდევ უამრავი სხვა ფორმები არსებობს და იქაც სხვა ფორმებში და სხვა ადგილებშიც ნებისმიერ ადგილებში და ნებისმიერ სივრცეებში შეუძლია ინკარნირება, თუ ამას მოითხოვს მისი მისია, მისი გზა, მისი სურვილი და გამოცდილების შეძენის სურვილი, ასე ვთქვათ. Შემდეგი კითხვა გვაქვს, რა არის ადამიანის ამქვეყნიური მისია და სულიერი განვითარების დანიშნულება. ნებისმიერ ადამიანს, ესე ზოგადად რო გიპასუხოთ, ამ სამყაროში აქვს ერთი მისია. ადამიანი, როდესაც მოდის სამყაროში, ასევე ცოტა ხატოვნად რო ვისაუბრო, რომ მარტივი იყოს ახსაქმელად, მას მოაქვს რაღაცა მარცვლები. ეს მარცვლები არის მისი ნიჭი, ხო? ვიღაცას მუსიკის ნიჭი აქვს, ვიღაცა პატიოსანია და ეს არის მისი მთავარი უნარი, ვიღაცა მართალია, ვიღაცა ფანტასტიკური პიანისტია, მოკლედ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ნებისმიერი ადამიანის მისია არის ის, რომ თავისი უნიკალურობებით, რომელიც მხოლოდ მას აქვს და მისი დამახასიათებელია, ამაში იმას არ გულისხმობ, რომ მარტო ერთ ადამიანს ექნება მუსიკალური ნიჭი, მაგრამ უნიკალური რაც არის მისთვის, აი რაც ყველაზე ბუნებრივია, რაც ყველაზე ახლოს არის მასთან, რაც ყველაზე კარგად გამოსდის, რაშიც ყველაზე დიდი სურვილი და წყურვილი აქვს განვითარების, რასაც ისე აკეთებს, რომ სიამოვნებს და ამას არ აღიქვამს შრომად, ხო? აი ასეთ რაღაცაში უნდა განვითარდეს, საკუთარი თავი აიყვანოს უმაღლეს დონეზე და ამითი უნდა ემსახუროს სამყაროს, საზოგადოებას და დანარჩენ ადამიანებს, ხო? შესაბამისად ვიღაცა იქნება ყველაზე მაგარი მუსიკოსი, ვიღაცა იქნება ყველაზე მაგარი ფსიქოლოგი, ვიღაცა იქნება ყველაზე მაგარი დამლაგებელი და ასე შემდეგ. ანუ ყველას ჩვენი მისიები გვაქვს ამ ცხოვრებაში, ის რომ ვემსახუროთ მთლიანად სამყაროს და მივიღოთ გამოცდილება. იმიტომ რომ ცოტა ხა იდეოლოგიურ აღქმაში რო გადავიდეთ საწყისებში, ყველა გურუ და ყველა ესეთი სულიერი წიგნი გვიხსნის იმას, რომ თავიდან ჩვენ ვართ ღმერთის ნაწილები და თავიდან რა ეხლაც ვართ, უბრალოდ ღმერთი თავის თავს ვერ შეიმეცნებს მაშინ, როცა არის მარტო. ამიტომ ღმერთი დაიფანტა მრავალ ნაწილად და სულები დაიფანტნენ მრავალ გამოცდილებებში, მატერიალურ ან არამატერიალურ ინკარნაციებში. ხო, სხვათა შორის დისლექსია მაქვს, არ ვიცი აქამდე შეგემჩნევათ თუ არა, მაგრამ ხანდახან ესე ვჭედავ ხოლმე. ხო, და ანუ ეს იმიტომ ვთქვი, რომ ვისაც რაიმე კომპლექსი გაქვთ, რომ რამეს ვერ გამოთქვამთ, ან ვერ საუბრობთ და გინდათ რაღაცა რომ ისაუბროთ და გააზიაროთ, მაგის კომპლექსი ნუ გექნებათ, იმიტომ რომ მე აგერ უკვე 10 წელი ამას ვაკეთებ და შარშან აღმოვაჩინე, რომ დისლექსია მაქვს. დავაკვირდი უბრალოდ. ხო, მოკლედ იმას ვამბობდი, რომ ყველა ადამიანი უნდა ემსახუროს თავისი რაღაცა უნიკალურობით იმ რაღაცა გარემოს, რომელშიც ის მოდის. და როდესაც ჩვენ თავარ ამ საწყის გამოვაყოფით და მოვდივართ ინკარნაციებში, ჩვენი გამოცდილება მერე სულის დონეზე აგვაქვს ისევ ზევით ღმერთთან, ისევ უერთდებით ღმერთს და ღმერთის თვითონ არსი და მთლიანად არსებობა ამითი უფრო ფართოვდება, თუმცა ეს ყველაფერი ახლა ვიცი, რომ აი სიტყვების დონეზე არაფერს არ ნიშნავს და ანუ აი აქ ახლა ვიცი, რომ მილიონი კითხვა გაჩნდება და მეც მილიონი კითხვა მქონდა და დღემდე მაქვს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ამას ჩვენი გონებით ვერ გავწვდებით, ჩვენი მატერიალური გონება არ არის ამაზე დაპროგრამებული და არ არის იმისთვის შექმნილი, რომ ასეთ თეორიულ მაღალფართოვან რაღაცებს გავწვდეთ. ეს არის უბრალოდ ის თეორია, რომელიც მოწოდებული არის სხვადასხვა წიგნებში იმ გურუების მიერ, რომლებმაც უკვე ეს გაიარეს, რომლებმაც ნახეს უკვე ეს მდგომარეობები და რომლებმაც ზუსტად იციან რაზე საუბრობენ, მაგრამ ამ ყველაფრის გააზრება ხდება მხოლოდ შეგრძნებით და მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ მაგ დონემდე მივდივართ, რომ
მართლა აი შევისისლ ხორცოთ და თლიანად ჩვენი არსით გავიგოთ ამ ყველაფრის შინაარსი. ანუ თუ ადამიანს არსით არა აქვს გაგებული ამ ყველაფრის შინაარსი, რასაც ახლა ვსაუბრობ, ამის გაგება შეუძლებელია ჩვეულებრივ ლოგიკით, იმიტომ რომ ეს არ ექვემდებარება არანაირ ლოგიკას. ამიტომ აქ ვიცი რომ ბევრი კითხვა იქნება, მაგრამ ანუ რაც არ უნდა ვილაპარაკო, ვერაფერი ვერ გადმოსცემს, თუნდაც თვითონ ღმერთის არსის ახსნაც კი და ამის გარშემოც კი არც ერთი სიტყვა არ იქნება ჭეშმარიტი, იმიტომ რომ ამხელა მოვლენას უბრალოდ ვერ ახსნი და ვერ გადმოიტან მატერიალურ სამყაროში. ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ გონების რაღაცა გასავარჯიშებლად და რაღაცა სააზროვნოთ რაღაცებზე ვისაუბროთ, თუმცა ეს ყველაფერი ამ დიდი რაღაცის არს ნამდვილად ვერ ჩაწუდება. რაც შეეხება სულიერ განვითარება არის სწორედ ის გზა, რომ ჩვენ ვიპოვოთ ისევ ღმერთისკენ გზა და ვიპოვოთ ისევ ის გზა, რომ აი მოვედი დედამიწაზე, ვნახე ყველაფერი, მივიღე გამოცდილება და ეხა აი ამ გამოცდილებით მე მივდივარ და ისევ უერთდები იმ საწყის, რომელშიც ისევ მუდმივ ნეტარებაში და მუდმივ ტკბობაში ვიქნები და ჩემ წვრილს შევიტან აი ამ დიდი უდიდესი ეგრეთ წოდებული ღმერთის თუ სამყაროს თუ რაც გინათ ის დაარქვით, ამის განვითარებაში და გაფართოებაში. სწორედ ეს არის სულიერი განვითარება. და სულიერი განვითარება არის რთული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მატერიალური რაღაცა, ასე ვთქვათ, ხაფანგები არის მატერიალურ ცხოვრებაში, რომელსაც ადამიანმა ძალიან ბევრი უნდა ისწავლოს, ბევრი შეიმეცნოს, ბევრი იპრაქტიკოს, რომ აი ხაფანგებს მუდმივად გადააბიჯოს და ეს ხაფანგები ძალიან მრავლად არის ჩვენს მატრიცაში ილუზორული მდგომარეობები და ერთი აი დაახლოებით სიზმერში თუ ქონია ეგეთ შემთხვევა რომ გეძინა, მე გაიღვიძა და კიდე სიზმერი ყოფილა და მე კიდე გაიღვიძა და მე კიდე გაიღვიძა და ანუ რო არ მთავრდება, ანუ იდეაში ინსეფშენის იდეა რაც არის ხო ფილმის. აი ესეთი ფილმი თუ გინახავთ ან შეგრძნება ქონია, ზუსტად ეს ხდება მატერიალურ ცხოვრებაშიც რა, რომ აი რაღაცა ფენაში გამოიღვიძებ, მე კიდე რაღაცა ფენაში გამოიღვიძებ, მე კიდე რაღაცა ფენაში გამოიღვიძებ და რეალური გამოღვიძება არის ეგრეთ წოდებული სამათის მდგომარეობა, თუ გაგიმართლათ და წყალობა იქნა ამაზე და ცხოვრებაში ამას ეზიარეთ, თუ არა და სადღაც რაღაცა ინკარნაციების ბოლოს მაინც მოხვდებით მანდ. და ეს არის ბოლომდე განთავისუფლება. ამიტომ ხშირად მეუბნება, რომ როგორ მოვიშორო ყველანაირი კარმა, რაც მაქვს, ანუ ყველანაირი კარმა თუ მოიშორო, ესე იგი ან ცოცხალი აღარ ხარ, ან სამათიში ხარ და გასხივოსნდი და ეგ არის, იმიტომ რომ კარმა არის, თეოდ რო ვთქვათ, მიზეშედეგობრიობის პრინციპი. აი დღეს რო რაღაცა ეხა ავდექი და დილით ჩაი დავლიე, ამას მოყვება თავისი შედეგი, ხო? თუნდაც იმ ჩაიში თუ ყავაში შემავალმა კოფეინმა შეიძლება რაღაცა კონსულტაციის დროს უფრო უხეში რაღაცა გამოვლინება ჩემი დააფიქსიროს, ვიდრე რო არ დამელია ეს ყავა ან ჩაი და ესეც იქნება შედეგი. ამიტომ კარმა თვითონ გულისხმობს მუდმივ მიზეშედეგობრიობას. თუ მუდმივად აი დღესაც ნებისმიერი ქმედება სამსახურში როგორ წახვედით, ფეხით წახვედით, ტრანსპორტით წახვედი, როგორი ჰაერი სუნთქე, რა ჭამე, რა დალიე და რას ფიქრობ და როგორი ემოციები და ფიქრები გაქვს, ესეც კი ქმნის კარმას. ამიტომ სრულიად კარმისგან განთავისუფლება თუ მოხდა, ნიშნავს რომ ან დაასრულე ცხოვრება და ან მართლა სამათიში და გასხივოსნებაში ხარ, სადაც უკვე კარმა აღარ მოქმედებს, იმიტომ რომ ნუ მანდ კიდე საერთოდ სხვა რაღაცები ხდება და სხვა მდგომარეობა არის და ამ ეტაპზე ამ ვიდეოში უბრალოდ მაგაზე მენდეთ, რომ იქ აღარ არის კარმა. და სულიერი გამოცდილება სწორედ ესაა, რომ აი ამ ფენებში გავიღვიძოთ მუდმივად და აი ეს მოვიშოროთ, აი ეს ილუზიის ფენები და ეს ილუზიის ფენები თან სულ იქნება. ანუ სულ იქნება, აი სიკვდილის წინაც კი შეიძლება იყოს და სიკვდილის წინ მოიხსნას ბოლო ფენა, ესეც კი შეიძლება. შეიძლება ილუზიები წავიღოთ კიდე სხვა ცხოვრებაში. ამიტომ ეს არის მუდმივი პროცესი და ამაზე ერთი ძალიან კარგი ისტორია მახსენდება, არ ვიცი ვისი მოგონილია, მაგრამ ძალიან კარგი ისტორია არის, რომ ღმერთმა მოკლედ ერთ-ერთი თავისი ანგელოზი გამოაგზავნა დედამიწაზე და დაავალა, რომ წყალი მომიტანეო. და მოკლედ ჩამოვიდა ეს ანგელოზი დედამიწაზე, ინკარნირდა მამაკაცში, ძალიან ესეთი კარგი ადამიანი გაიზარდა, დაოჯახდა, რაღაცა საქმიანობა აქვს, პროფესიაში რეალისტა, საერთოდ დაავიწყდა ეს წყალი და ის რომ ღმერთი არსებობს საერთოდ რაღაც მატერიალურ ამბებშია და თავის ოჯახთან ერთად წასული არის კრუიზში. და მოხდა ისე, რომ მოკლედ მოხდა რაღაცა იქ კატასტროფა, შეეჯახა ეს გემი რაღაცა იქ ტალღებს, თუ იყო რაღაცა წვიმა, თუ ქარიშხალი, არ ვიცი და როგორც გინდათ ისე წარმოიდგინეთ თქვენ, ეს არ არის აქ მნიშვნელოვანი და მოკლედ ისე მოხდა, რომ ეს კაცი გამორიყული სანაპიროზე სადღაც გდია, თვალებს ახელს, გათიშულია და მთლიანად ესე ტანი აქვს წყალში და გამოღვიძებისას წამიერად ახსენდება, რომ ვაიმე ღმერთო წყალი და გაახსენდა, რომ ღმერთთან ქონდა წყალი მისატანი.
აქ, ესე იგი ამ პატარა თხრობაში ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმაზე, თუ რატომ გვჭირდება ცხოვრებაში რეალურად პრობლემები, იმიტომ რომ ჩვენ იმდანად ვეფლობით ამ მატერიის რაღაცა ხაფანგებში და ილუზიებში, რომ ესეთი რაღაცა გამოფხიზლებები რეალურად გვაბრუნებს იმ რაღაცა ჭეშმარიტ რაღაცა აზრებში, ჭეშმარიტ მახსოვრობაში, ჭეშმარიტ სულის გამოძახილში, რომლითაც ჩვენ დედამიწაზე მოვდივართ და კარგი შემოლაწუნებაა ხოლმე, რომ გამოვხიზლოთ, თუნდაც წამიერად და ერთი წამი რო დაინახავ მაგას, მე უკვე გახსენდება და მიყვები მაგ გზას. და სწორედ ეს არის სულიერი გამოღვიძების გზა, სულიერი განვითარების გზა, რომ შენ ისევ უბრუნდები, ღმერთს უერთდები მას და ამისთვის გჭირდება, რა თქმა უნდა, ცნობიერების ამაღლება, მედიტაცია, პრაქტიკა, ენერგეტიკის ამაღლება, წყენებისგან განთავისუფლება, სიყვარულის ამაღლება, მიმღებლობის, თანაგრძნობის, თანადგომის, ასე შემდეგ, სადღაც ისევ ბოლოში ისევ მთლიანდებით და მივდივართ ღმერთთან და სწორედ ეს არის სულიერი განვითარების გზა და მისი იდეა და დანიშნულება. Შემდეგი კითხვა გვაქვს, რატომ არის რთული დღევანდელობაში სწორი ადამიანის გაცნობა და ურთიერთობა? აქ არ ვიცი პირად ურთიერთობაზე არის საუბარი თუ ზოგადად ადამიანებზე, მაგრამ მოდესე ზოგად ჭრილში ვისაუბროთ, რატომ არის რთული. პირველ რიგში, ყველა ადამიანი, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში არის აბსოლუტურად და 100%-ით სწორი და ჭეშმარიტი, სწორედ იმ მომენტისთვის ჩვენი თავის იმ მდგომარეობაში, რომელშიც ვართ და ჩვენი თავის იმ ვერსიაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. თუ ეს ადამიანები არ მოგწონთ და ნეგატიური ხასიათის მატარებელი ადამიანები არიან, პირობითად ასე უხეშად ავიღოთ, ეს ნიშნავს, რომ სწორედ ეგეთი ადამიანები გჭირდებათ. იმიტომ რომ თუნდაც გავიხსენოთ, მოდი ბავშვობა, სკოლაში ვიღაცას რბილად ნათქვამი წადი იმეცადინა გშველოდა და ვიღაცას კამარი გშველოდა და დაძალება, ხო? ანუ ყველა ადამიანს თავისი ფსიქიკა აქვს. შესაბამისად, ასე ვართ, რომ ვიზდებით მერეც, ხო? ზოგი ადამიანი წიგნიდან სწავლობს, რაც ძალიან იშვიათია და ზოგ ადამიანს კარგი მათრახი ჭირდება და სწორი ძალიან რთული ცხოვრებისეული გაკვეთილები ჭირდება იმისთვის, რომ რაღაცები ისწავლოს. შესაბამისად, თუ თქვენ ცხოვრებაში ახლა ძირითადად ისეთი ადამიანები არიან, რომელთანაც რაღაცა კითხვები გაქვთ, ანუ გულისხმობ იმას, რომ აი რაღაცა ცოტა ტოქსიკურად აღიქვამთ, რაღაცას გართმევენ ენერგეტიკულად, ან ენერგოვამპირები არიან, ან რაღაცა გიფუჭებენ, ან გეწინააღმდეგებიან, ან გიჩივიან, ან არ აქვს მნიშვნელობა. სწორედ ეს ადამიანები გჭირდებათ იმისთვის, რომ გამოფხიზლდეთ, იმისთვის, რომ თქვენი საქმე გააკეთოთ, რომელიც გასაკეთებელია და დამუშავოთ ის რაღაცები, რაც უნდა დამუშავოთ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის რთული, რომ ცოტა ჩვენივე რაღაცა ვაიბის ადამიანები გავიცნოთ, არის იმიტომ, რომ ჩვენ ადამიანებს ჩვენ თავზე ზოგადად უკეთესი წარმოდგენა გვაქვს, ვიდრე ვართ. ანუ ამაზე მოდი ორ ჭრილში ვისაუბრებთ. პირველი დებულება, რომელიც ასევე არის ჭეშმარიტი, არის ის, რომ ჩვენ ყველანი ვართ საუკეთესოები, აბსოლუტურად ყველანი, იმიტომ რომ სულის დონეზე და ჭეშმარიტ მდგომარეობაში ჩვენ ვართ სულ ყველა სულები, სულ ყველა ვართ ღმერთის ნაწილები და სულ ყველა ვართ ძალიან ძალიან კარგები. მაგრამ თუ ვისაუბრებთ უკვე მატრიცაში, ანუ ინკარნაციაში, ჩამოსვლას და ინკარნირებას, მაშინ ჩვენ ვირგებთ სხვადასხვა როლებს, ხო? ვიღაცას ცუდი როლი აქვს, ვიღაცას კარგი როლი აქვს და ასე შემდეგ. თუმცა იმ ადამიანსაც კი, რომელსაც ცუდი როლი აქვს ინკარნაციაში, მასაც კი კარგი წარმოდგენა აქვს თავის თავზე და ეს მისი რეალობა. ეს ასე იმიტომ ხდება, რომ ზოგადად ადამიანი თავის თავთან ატარებს თელმის ცხოვრებას. ამიტომ ფსიქოლოგიურად ძალიან არ არის კომფორტული, რომ შენ იცხოვრო იმ ადამიანთან, რომელიც იცი რომ ცუდი ტიპია, ხო? ანუ ჩვენ თავში, ჩვენ როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ადამიანი, თავის თავში ის 100%-ით მაინც არ არის იმ აზრზე, რომ ის ძალიან ცუდი ადამიანია. კი, სადღაც შეიძლება ეჭვები გაჩნდეს, რომ ვაიმე ეს რა მაქნევინა ძალიან ცუდი ვარ, საშინელება ვარ, ისა, მაგრამ ეს როგორც წესი არის რევერსული ფსიქოლოგია, ამას როცა ამბობთ რეალურად გვჭირდება მეორე მხრიდან პირიქით ამშვიდობა, რომ არა ცუდი კი არა ხარ, ძალიან კარგი ხარ და ნუ ეს კიდე ცალკე საკითხია, მაგრამ საერთოდ ჯამში აი ის რომ მაგალითად აი ადამიანი იყოს ძალიან ცუდი ტიპი, აი არის მკვლელი და აი თავის თავში ძალიან მყარად აქვს გაცნობიერებული, რომ ის არის მკვლელი და ის არის საშინელი ადამიანი. აი ეს ძალიან იშვიათია ხოლმე. არ ვიცი არის თუ არა, მაგრამ თუ არის ალბათ ძალიან იშვიათი, იმიტომ რომ ჩვენი ფსიქოლოგია მუშაობს ესე, ანუ ფსიქოლოგიის ნაწილია ის, რომ ყველა ადამიანმა თავის თავთან უნდა იგრძნოს თავი კომფორტულად, იმიტომ რომ თუ არ იგრძნობ თავს კომფორტულად, საკმარისად ახარ გულისხმობ, რომ ყველა ვიცი რომ თავის თავთან არ არის კომფორტულად, მაგრამ იმ დონეზე კომფორტულად მაინც რომ აი ძალიან საშინელება არ ეგონოს თავის თავი, ხო? იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში, რა ვიცი, პანტაპუნდით ყველა მოიკლავდა თავს მაშინ და არანაირი აქ განვითარება და სულიერის და არაფერი აღარ იქნებოდა, იმიტომ რომ თუ მე ვთვლი რომ ეგეთ საშინელება ვარ, რა ვდგები მოვიკლავ თავს და ნუ всё აღარ ვიქნები და მორჩა. შესაბამისად, ყველა ადამიანი თავის თავს თვლის რომ ბევრად უფრო კარგი ტიპია, ვიდრე ის არის. მატერიალურ გამოვლენებაში გულისხმობ, თორე სულის დონეზე ყველა კარგები და ნეტარები და მშვენიერები და ღმერთები ვართ, ხო? მიუხედავად იმისა, რასაც არ უნდა შევებდეს, მას ასე გონია. ამიტომ ჩვენც გგონია
მგონია, რომ აი ჩემ გარშემო ეხა ვიღაცები რო არიან, რომლებიც არიან ჩემი აზრით ცოტა დაბალვიბრაციულები, ჩემი აზრით ცოტა ტოქსიკურები, ჩემი აზრით ცოტა ისეთები და მე უფრო კაი ტიპი ვარ, ეს ჩემი ეგოს ნაწილია ეს მოსაზრება და შესაბამისად ეს ჩემი აღქმა, რომ მე უფრო კაი ტიპი ვარ ვიდრე ისინი. თორე თუ ისინი არიან ჩემს ცხოვრებაში და ჩემს გარშემო, ესე იგი მეც ისეთი ვარ და არ აქ არ გულისხმობ იმაზე, რომ 100% ერთნაირები უნდა ვიყოთ, უბრალოდ ვსაუბრობ იმაზე, რომ არის მსგავსება ენერგეტიკას შორის, ანუ მეც იგივე ენერგიებში ვარ, როგორშიც ისინი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, სამყაროს კანონი არის მსგავსი, იზიდავს მსგავს და თუ მეც რაღაცა იგივე ემოციის ან იგივე მენტალური ბლოკების ან იგივე ენერგეტიკის მატარებელი არ ვარ, ეს ადამიანი უბრალოდ არ დაიმეჩება ჩემთან და მე მასთან. ამიტომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში არის რაღაცით ჩვენი შესაფერისი და ჩვენ მათთვის შესაფერისი. შეხება იმას, რატომ ვერ ვიცნობთ და არ ხდება დღევანდელობაში სწორი ადამიანების გაცნობა და ურთიერთობა. იმიტომ რომ ხშირად არასწორი ადამიანები გვჭირდება და ისეთი ადამიანები, რომლებიც რაღაცას გაგვიფუჭებენ და დაგუშავებენ, ისევ და ისევ იმას რომ დაუბრუნდეთ, რომ რაც დაგვეხმარება იმაში, რომ გამოვფხიზლდეთ. მეორე, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ არ ვართ ისეთი სწორი ადამიანი, რომელთანაც ჩვენ თვითონ სინქრონირებთ ენერგეტიკულად, ანუ გონია რომ უფრო სწორი ტიპი ვართ და უფრო სხვანაირს ვიმსახურებთ, მაგრამ რეალურად არ ჩვენ არ ვართ მაგ ენერგიებში და მაგ ვიბრაციებში და მაგ მდგომარეობაში. ამიტომაც აქ გასაღები რა არის, ისევ და ისევ საკუთარ თავზე მუშაობა. დანარჩენი სამყაროს უნდა მივანდოთ, იმიტომ რომ ამ სამყაროში ყველაფერი ისეთი სიზუსტით არის გაწერილი, რომ აი რა ვიცი, აი მართლაც მისღერი არ ჩამოვარდება ისე, რომ რაღაცა აზრი არ იყოს ამაში და კანონზომიერება არ იყოს. ამიტომ ნდობა სამყაროსი იმისა, რომ თუ დღეს ჩემს ცხოვრებაში არის ტოქსიკური ადამიანი, ესე იგი მეც რაღაცა მანდ მაქვს პრობლემა და აბა ჩემ თავს დაუკვირდა ისევ და ისევ წავიდა ჩემი თავის შემეცნებაში და განვითარებაში და თუ კარგი ადამიანები შემოდიან და სწორი ადამიანები, ხო, გადასარევ, ესე იგი მეც მათ ყოფილვარ და მაგ სიხშირებზე ვყოფილვარ. ამიტომ თვითონ ადამიანებს კი ნუაირჩევთ თქვენი ენერგეტიკა და თქვენს პირად განვითარებაზე უნდა იმუშაოთ. ჩვენ ყველა ჩემი თავისთვისაც ვამბობ მათ შორის, ხო? ყველამ ჩვენ თავზე უნდა ვიმუშაოთ და სამყარო თვითონ მოიყვანს მე ახალ ფიგურებს და თვითონ წაიყვანს, ვინც აღარ იქნება საჭირო და ვინც იქნება საჭირო. ამიტომ სირთულე მდგომარეობს იმაში, ესე რომ შევაჯამო ახლა ამ კითხვაზე პასუხი, რომ არ მოდიან დღევანდელობაში სწორი ადამიანები ურთიერთობაში, რომ ჩვენ თვითონაც არ ვართ ბჭყალებში სწორი, რაც ამ კითხვაში სწორში იგულისხმებოდა. ჩვენც არ ვართ იმ მოწოდების სიმაღლეზე, როგორ ურთიერთობებსაც ჩვენ ვითხოვთ. და ამიტომაც ისევ ჩვენ თავში უნდა ჩავდოთ ენერგია და გვექნება იმაზე პრეტენზია, რომ პრეტენზია ხა ზოგადად ადამიანის დამახასიათებელი თვისება და რა თქმა უნდა გვაქვს და სამეგობროში ვწუწუნებთ და რაღაცა, მაგრამ საერთოდ ჯამში კარგია რომ გვესმოდეს, რომ კი შეიძლება ვიწუწუნე, იმიტომ რომ რავი არ მომწონს, მაგრამ საერთოდ ჯამში რაც არის ჩემს გარშემო, ამ ყველაფერთან ვიბრაციულად რეზონანსში ვართ, რო არ ვიყოთ არ იქნებოდა და როდესაც იცვლება ჩვენი ენერგეტიკა, წამში იცვლება გარემოც. აი ისე რომ ვერასდროს ვერ მოიფიქრებთ, ეგეც ცვლილებებს თავისით დაალაგებს ყველაფერს სამყარო. ამიტომაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ თვითონ გვაქვს ძალიან ბევრი სტრესები, ბევრი ტრაუმები, ბევრი ბლოკები და ბევრი კომპლექსები და ბევრი შიშები და ბევრი შფოთვები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომაც სწორ ადამიანებს ვერ ვიზიდავთ ისევ იმ ადამიანებს, ვისაც ასევე ექნებათ მაგდენივე შფოთვები, მაგდენივე შიშები, მაგდენივე კომპლექსები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გამოსავალი საკუთარ თავზე მუშაობა. შემდეგ კითხვარი, რამოდენიმე ძლიერი ტექნიკა იქნებოდაო საინტერესო, თავისი ახსნით როგორ გავაკეთოთ და ასე შემდეგ, სავარაუდოდ ენერგეტიკის განვითარებისთვის და კარგად ყოფნისთვის და ასევე ამ კითხვას გავაერთიანებ. მეორე კითხვა იყო მადლიერებაზე, მადლიერების მედიტაციაზე გითხარი რამეო. ძლიერი ტექნიკა, ეს მინდა რომ ძალიან კარგად დაიმახსოვროთ, იმიტომ რომ ჩემთვისაც თავის დროზე ეს წინადადება იყო გასაღები. ყველაზე ძლიერი ტექნიკა, ყველაზე ძლიერი ტექნიკა მთელ სამყაროში კონკრეტულად შენთვის არის ის, რომელსაც გააკეთებ ყოველ დღე. ეს არის ყველაზე ძლიერი ტექნიკა. თუ გააკეთებ კრია იოგას ყოველ დღე, ეს არის შენთვის ყველაზე სწორი ტექნიკა. თუ ამას არ გააკეთებ ყოველ დღე და გააკეთებ მაგალითად ტრანსცენდენტალურ მედიტაციას, მაშინ შენთვის ეს არის ყველაზე ძლიერი ტექნიკა. თუ ამას ვერ გააკეთებ და ყოველ დღე შეგიძლია 1 წუთი სიმშვიდეში იჯდე, მაშინ შენთვის ეს არის ყველაზე ძლიერი ტექნიკა. მთავარია აკეთო. აქ არის
პროცესი მნიშვნელოვანი და არა რომელი ტექნიკა რომელს ჯობია. და თუ სისტემატურად რაიმე ტექნიკას აკეთებ, ანუ გულისხმობ რაიმე სულიერ პრაქტიკას, ხო, ალბათ ესე გულისხმობ ამ კითხვაში. მაშინ სხეული ენერგეტიკა ცნობიერება თავისით გაჩვენებს, რომ ეს ეხა რაღაცნაირად უკვე გადაზარდა ეს ტექნიკა და მოდი ეხა რამე ახალი ვაკეთოთ, მაგრამ ეგ ახალიც უნდა იყოს ის, რასაც გააკეთებ ყოველდღე. ამიტომ ყველაზე ძლიერი ტექნიკა არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანს ჩვენი ენერგეტიკული მდგომარეობა და პოტენციალი გვაქვს და ისევე როგორც აი მაგალითად სპორტ დარბაზში შედიხარ და ადამიანს ეკითხებ, რომ აი ყველაზე მაგარი ტრენაჟორი მაჩვენე, რომელიც აი დღესვე კუნთებს დამადებინებს, არ არსებობს ეგეთი ადამიანი გეტყვის, რომ ჯერ აგერ კილოიანებით დავიწყოთ და მე იქ გადაგსვამ და ეგ არნიშნავს, რომ კილოიანი გირი უფრო ნაკლებ საქმეს გიკეთებს, ვიდრე რაღაცა მაგარი ტრენაჟორი, ხო? გააჩნია შენ სათხარი იმ მომენტში განვითარების დონით. ამიტომ თუ 1 კილოიანი განტალების აწევა შეგიძლია ყოველდღე, მაშინ შენთვის ყველაზე ძლიერი ტექნიკა არის ეგ იმისთვის, რომ კუნთები დაიღანო. მაგას რო გადაზრდი, მერე 2 კილოიანი იქნება 3-იანი, 5-იანი, ასენი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ყველაზე ძლიერი ტექნიკა არის ის, რასაც გააკეთებ ყოველდღე. ეხლა მოდი ასევე ცოტა მოვყვები ყველაზე მარტივ ტექნიკაზე, რომელიც არის მადლიერების ტექნიკა და რატომ არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მარტივი ტექნიკა. იმიტომ რომ გულში მადლიერებას არაფერი წინ არ უდგას და ამას არ ჭირდება არც ფულის გადახდა, არც კურსის ყიდვა, არც ლექციაზე დასწრება, არც რაღაცა, არ ვიცი, კონცენტრაცია, არც მანტრა მედიტაცია ჭირდება, არც სპეციალურ პოზაში ჯდომა ჭირდება, ეგრეთ წოდებულ ლოტოსის პოზაში და მნიშვნელობა არ აქვს, გარეთ ხარ, სახლში ხარ, საქმეს აკეთებ, არ აკეთებ, სადაც არ უნდა იყო და როგორ მდგომარეობაში არ უნდა იყო, თუნდაც 9 წუთი შეგიძლია გააკეთო ეს პრაქტიკა, რომელიც არის ყველაზე ძლიერი თავის იმასთან შედარებით, თუ რა რესურსის ჩადებას ითხოვს ეს ტექნიკა. რესურსი რეალურად არაფერი არ არის, ხო, ურესურსოთ, ფაქტიურად უფასოთ, ისე რომ თქვენგან არაფერი არ მიდის, შეგიძლიათ ამ ტექნიკის კეთება. არანაირი კურსი არ ჭირდება და ფულს არაფერში არ იხდით. არც ფიზიკურად იტვირთებით, არც ემოციურად, არც მენტალურად, აი არაფერს არ ზედმეტ საერთოდ ხელსაც არ ანძრევ ზედმეტად, ხო? თქვენივე საქმეების პარალელურად დღის განმავლობაში შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ტექნიკა. მადლიერების ტექნიკა რატომ არის ახლა ერთ-ერთი ყველაზე კარგი ტექნიკა? ადამიანის გონება ზოგადად ჩვევია სადღაც მომავალში ბოდიალი და შიშები, რომ აი მე მომავალში ესე რო არ იყოს, ისე რო არ იყოს, იქ რო წავიდე და ესე დამხვდეს და ეს რო ქნა და ასე იყოს და ნუ სულ სადღაც ფოთოში და შიშებში და უმრავლესობა ადამიანი, რომელიც არანაირ პრაქტიკას არ აკეთებს ცხოვრებაში, ძირითადად ასე მდგომარეობაში, იმიტომ რომ ჩვენი დღევანდელი სამყარო ზოგადად ასე არის მოწყობილი ბუნებრივად, ეს მატრიცული ილუზია, ამაზეა ორიენტირებული, რომ ყველა ადამიანი იყოს შიში და ფოთოში. ამიტომ თვითონ ადამიანი თავის მენტალურ, ფსიქოლოგიურ, ემოციონალურ ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს, მაშინ ზუსტად მაგ მდგომარეობაშია. შესაბამისად, ახლა რას აკეთებს მადლიერების ტექნიკა. მადლიერების ტექნიკას პირველ რიგში ყურადღება გადმოაქვს მომავლის რაღაცა გათვლებიდან და შიშებიდან დღევანდელობაზე. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ჩამოვთვალოთ ის რისი მადლიერებიც ვართ, ანუ უკვე რაც გვაქვს ცხოვრებაში, ხო? ეს შეიძლება იყოს აი ძალიან პატარა მცირედი რაღაცეები, რომ აი თუნდაც ზამთარში რომ დილით ვიღუძებ და ჩემს სახლში თბილა და ეხა გემრიელად ყავას და ავისხამ და არსად არ მეჩქარება და თბილი სახლი მაქვს და ჭერი მაქვს და ეხა არ ვწუხდები და რაღაცა თბილად და გემრიელად ვარ, არ არის ეს სამადლობელი, ანუ ეს რომ მოგვეცა ცხოვრებაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს უნდა ამის გამო უნდა ვიყოთ მადლიერები. თუნდაც ის რომ აი პირობითად ძალიან გადატვირთული გრაფიკი მაქვს და პირობითად რაღაცა პატარა ბავშვები მყავს და დღეს რაღაცა ჩემმა შულმა ხუთის მაგურად სულ ორჯერ იტირა და ვაიმე მადლობა სამყარო, რომ აი დღეს ჩემი ნერვები ცოტათი რაღაცა მწყობრშია და დღეს უფრო მეტი მეძინა, უფრო კარგად გამოვიძინე. თუნდაც იმ განათლებისთვის, რომელიც გვაქვს მშობლებისთვის, თუნდაც იმ ცუდი რაღაცეებისთვის, რაც მოხდა, იმიტომ რომ ამ რაღაცები გვასწავლა და ასე შემდეგ. ანუ ყველაფრის გამო შეგიძლიათ იყოთ მადლიერები, ანუ აი ძალიან პატარა მცირედი რაღაცეებიდან დაწყებული, მსხვილი რაღაცეებით დამთავრებული და ამ პრაქტიკას თუ დანერგავთ ყოველდღე, ნახავთ რამდენი რამე გაგახსენდებათ, რითიც მადლიერი ხართ. ტექნიკა არის ძალიან მარტივი, თქვენ გულში შეგიძლიათ ყველაზე მარტივად, ვისაც აი არანაირი დრო არ გაქვს, იმიტომ რომ ხშირად მედიტაციას რო ვრჩევ და მას ყველა მენობა დრო არ მაქვს, მაგრამ რატომღაც ქროლვის დრო მაინც ყველას აქვს. უბრალოდ პრიორიტეტების ამბავი არის, აქაც იგივე თემა. თუ მაინც და მაინც ეგ მიზეზი გაქვთ, თქვენს ეგოს ესე უნდა თავი დაიცვას, რომ ამის დრო არ მაქვს, მაშინ გეტყვით, რომ ამას ცალკე გამოყოფა არ ჭირდება დროის, შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერ სხვა რუტინულ საქმესთან ერთად და მე გირჩევთ, რომ რაიმე სხვა რუტინულ საქმეს მიამაგროთ ეს მადლიერების მედიტაცია, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ტვინს დაავიწყდება სისტემატურად რომ გაიმეოროს და როცა რაღაც საქმესთან ერთად ერთი და იგივე რაღაცას აკეთებთ, ადვილად გაგახსენდებათ, ანუ ყოველდღე მაგალითად რას აკეთებთ, ხო, ალაგებთ
წაწოლს ან რეცხავს ჭურჭელს ან ბანაობთ ან რა ვიცი იატაკს წმენთან ვარ აქ ან სამსახურში მიდიხარ ყოველ დღე რასაც აკეთებთ ამ რაღაცა საქმიანობას მიაბით მადლიერების ტექნიკა და სანამ ჭურჭელს რეცხავთ მაგალითად იმ ერთი თებში იქნება ერთი ჭიქა იქნება თუ 10 თებში იქნება და რა დროის განმავლობაშიც არ უნდა მოხდეს ამ რაღაც აქტივობის ჩატარება ზუსტად ის დრო დაუთმეთ მადლიერების ტექნიკას უბრალოდ გულში აი ამ მომენტში ახლა აქ რო დგეხარ ჭურჭელს რო რეცხავ რისი მადლიერი ხარ გაიხსენი ყველაფერი რაც თავში მოვა არ არის აუცილებელი გონება დაძაბო და რაღაც მნიშვნელოვანი რაღაცები გაიხსენო უბრალოდ რაც თავში მოგდის პირველი რაც თავში მოგდის ეს არის სულ მადლიერების ტექნიკა არ არის აუცილებელი ამას მოყვებოდეს ემოციები თავიდან შეიძლება არ მოყვებოდეს მაგრამ მე ნელ-ნელა ემოციებიც წამოვა თუ ეს ტექნიკა განავითარეთ და არ დაგეზარეთ და არ დაგავიწყდეთ და წახვედით წინ ასევე მადლიერების ტექნიკას აქვს ის ბენეფიტები რომ თქვენი გონება არის აწყოში აქ და ახლა და თქვენ გონებას ასევე აჩვევთ აქ და ახლა ყოფნას იმიტომ რომ გონება ან არის წარსულში ან მომავალში და სწორედ ეს იწვევს ფოთვებს და ნერვიულობას ხოლო როცა არის აქ ახლა აქ არაფერი სანერვიულო არ ხდება იმიტომ რომ ეხა აქ ვდგევარ ჭურჭელს როცხავ და რა მაქვს სანერვიულო ხო იმიტომ რომ მომდევნო წამი არ არსებობს ეხა ამ წუთას ჩემი გონებისთვის და არც წარსული წამი არ არსებობს ამიტომ ახლა აქ როცა ჭურჭელს როცხავ ყველაფერი კარგად არის ხო შესაბამისად თქვენ გონებას ამითი აჩვევთ აქ და ახლა ყოფნას რომელიც უფრო მეტად დაგიმშვიდობთ გონებას და ფსიქიკას და ეს ძალიან კარგია ასევე რა თქმა უნდა მადლიერება არსად არ იკარგება და რა თქმა უნდა სამყაროში ძალიან ბევრ კარგ რაღაცებს მოიზიდავთ მადლიერების ტექნიკის დაწყებასთან ერთად მაგრამ ეს მოდი ამაზე გათვლან უგექნებათ იმიტომ რომ ხო იცით მადლი დადე ქვაზეო და გაიარეო ეს მოდი სამყაროს მიანდეთ რა ბენეფიტებს დაგიბრუნებთ თქვენ უბრალოდ აკეთეთ ეს ტექნიკა სულ რო არანაირი მედიტაცია არ გამოგდიოდეს და არც ვიზუალიზაცია შეგეძლოს და არც დრო არ კონდეს და არც საშუალება არ კონდეს და უსახლკარო იყო და არ ვიცი რა ყველაფერი რო გჭირდეს ცხოვრებაში მაგას მაინც არაფერი არ უდგას წინ იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს ტუალეტში მაინც შევდივარ დღის განმავლობაში 2-3 წუთის განმავლობაში თითოჯერზე და იმ 2-3 წუთის განმავლობაში შეიძლება ამის გაკეთება ან კბილების გამოხეხვის დროს იმიტომ რომ ყველა ვიხეხავთ ხო ანუ აბსოლუტურად მარტივ რაღაცა საქმეებს შეგიძლიათ ეს მიაბათ შესაბამისად ისევ და ისევ გავიმეორებ რომ ყველაზე ძლიერი ტექნიკა არის ის რასაც გააკეთებთ ყოველ დღე შემდეგ კითხვები იყო შემოსული QHHT-ზე, რომელიც არის კვანტური ჰიპნოჰილინგის ტექნიკა დოლორეს კენონის, რომლის სეანსებსაც ვატარებ და Instagram-ზე მეტი ინფორმაცია არის ამის შესახებ, ჰაილაითებშიც მაქვს ზოგადი ინფორმაცია ამის შესახებ, სერვისებს თუ გაიცნობთ იქ სერვისებშიც არის აღწერილი რა როგორ ხდება და ასე შემდეგ. მაგრამ ახლა ზოგადი ინფორმაციას მოგაწვით რა ხდება ამ სეანსებზე. კვანტური ჰილინგის თერაპია არ არის მხოლოდ რეგრესული გიპნოზი, იმიტომ რომ რეგრესულ გიპნოზს ალბათ ხშირად გაიგებდით და ბევრი ადამიანი შეიძლება ამას აკეთებდეს და ეს არის უფრო ნიუტონის მეთოდს უწოდებენ, როდესაც ადამიანი მხოლოდ ხედავს წინა ცხოვრებას და რაღაცა დასკვნები გამოგვაქვს ამ წინა ცხოვრებებიდან. ხოლო კვანტური ჰილინგი არის სათაურშიც კი არის სიტყვა ჰილინგი, ხო? ანუ ორიენტირებული არის განკურნებაზე, როგორც ფიზიკურ, სულიერ, მენტალურ და ასე შემდეგ. ანუ კურნალობაზე არის ორიენტირებული რაც არ უნდა აწუხებდეს ადამიანს და რა თქმა უნდა სანამ კურნალობაზე გადავალთ, რა თქმა უნდა ხდება წინა ცხოვრების ნახვა, თუ საიდან მოდის ეს პრობლემა, რატომ მოდის ეს პრობლემა, რასთან არის კავშირში, როგორ შეიძლება მოგვარდეს და შემდეგ ხდება ჰილინგი. ამიტომ ამ სეანსის განმავლობაში შესაძლებელია რომ ადამიანმა ერთი სეანსის განმავლობაში იმუშაოს აბსოლუტურად ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც აწუხებს მას მენტალურად იქნება, ფიზიკურად იქნება, სულიერად, სხეულებრივად, ან ყველა წუხილის განხილვა, კითხვა-პასუხი, გარკვევა, რატო აწუხებს, რა ხდება, რასთან არის კავშირში და ასე შემდეგ შესაძლებელია. მათ შორის, რა თქმა უნდა, ჰილინგის პროცესიც არის შესაძლებელი და ეს არის მართლა მაგიური პროცესი, იმიტომ რომ მე პირადად ამდენი ხანი რა ინსტრუმენტი არ ამიღია ხელში, თუ რაიმე რაღაც ენერჯი ჰილინგის კუთხით რაიმე არსებობს, ყველაფერს მივედმოვედე და ყველაფერს ჩახედული მაქვს, თითქმის რაღაცები არ მომეწონა და არა, მაგრამ თითქმის ყველაფერს გავეცანი და უკვე 10 წელი გახდება, რაც მუშაობ ამ მიმართულებებით, სხვადასხვა რაღაცა ტექნიკებით და აი ასეთი მართლა ძლიერი ტექნიკა არც ერთი არ არის, რაც მე გამომისდია, როგორც ჩემ თავზე, ასევე სხვა ადამიანებზე, იმიტომ რომ ეს არის პროცესი, როდესაც ზეცნობიერის დონეზე ხდება ჩარევა, ანუ ზეცნობიერთან საუბარი და ზეცნობიერის ძალით ჩვენი პრობლემების მოგვარება და ჰილინგის პროცესი, რომელიც ყოველ ჯერზე არის აბსოლუტურად საოცარი, სასწაული
ერთეული, ანუ მეც რო ყოველ ჯერზე კლიენტებთან მუშაობის დროს აი მეც რო აი იმაში ვარ რაღაცა განცხრომაში ამ პროცესის იდეალურობიდან და საოცრებიდან გამომდინარე, აი ესეთი პროცესი არის. ყველაზე ხშირად ამ თემასთან დაკავშირებით მომდის ხოლმე კითხვები, რომ აი მე რო ვერ შევძლო, იმიტომ რომ მაგალითად მიჭირს მოდუნება, მიჭირს ჩაძინება და ასე შემდეგ. თვითონ რეგრესული ჰიპნოზი, კონკრეტულად ეს კვანტური ჰიპნოთერაპია არ მოიცავს იმას, რომ ზოგადად ხალხს გონია, რომ სადღაც ტრანსში უნდა წავიდეს. ნუ კი, ტრანს ვეძახით, ტრანსულ მდგომარეობას, მაგრამ რეალურად ეს არ არის ტრანსული მდგომარეობა. ანუ თუ ადამიანს შეუძლია დაძინება და გაღვიძება, მას შეუძლია ჰიპნოთერაპიის ამ კონკრეტულ ჰიპნოთერაპიის მდგომარეობაში მოქცევა. იმიტომ რომ ზუსტად როდესაც ადამიანი ძილღვიძილის პროცესში არის, აი ჩაძინებასა და აი ან გამოღვიძებასა და ძილის პროცესში ან დილით ან ღამე ხო არის ორივე ჰიპნოგოგიურ მდგომარეობასაც ეძახიან, ზუსტად ეგ მდგომარეობა არის ტვინის თეტა მდგომარეობა და ზუსტად მაგ მდგომარეობაში ვაჩერებთ ტვინს კვანტური ჰიპნოთერაპიის დროს. ამიტომ თუ შეგიძლია რომ დაიძინო, თუ შეგიძლია რომ გაიღვიძო, რაც მე მგონი ყველა ადამიანს შეუძლია, შესაბამისად ამ სეანსის ჩატარებაც შეგიძლია. ერთ-ერთი მომენტი არის ჩვენი რწმენა, იმიტომ რომ მაგალითად მხოლოდ ერთი ადამიანი მყავდა ჯერჯერობით პრაქტიკაში, რომელსაც უბრალოდ არ ჯეროდა იმისი, რომ გამოვიდოდა და ძალიან ბევრი ვიწვალეთ, ორჯერ იყო ეს გოგონა მოსული, მეც ვეჯიკავე, რასაც ქვია, რომ როგორმე გამოსვლოდა და რაღაცა მართლა პატარ-პატარა შედეგები მეორე ჯერზე უკვე იყო და დარწმუნდა, რომ რეალურად შეუძლია, მაგრამ მისი რწმენა არის იმდენად მყარი, რომ რაღაც არ შეუძლია, რომ ნუ რა თქმა უნდა, ეხა ჯადოქარი არ ვარ, რა თქმა უნდა და ვერავის მე რწმენებს ვერ შევცვლი. შესაბამისად თუ ადამიანს არ ჯერა, რომ რაიმე ცხოვრება შეიძლება ნახოს ან წარსული ცხოვრებების არ ჯერა, ან არაფრით არ ჯერა, რომ ასეთ დონეზე მოდუნებას შეძლებს, ან არ ვიცი, რაღაცა რწმენებში საწინააღმდეგო რწმენები აქვს ამ პროცესისა, მაშინ რა თქმა უნდა მე რა ვიცი, ხა ჯოხით ხوار დავადგები ადამიანს. და ისე აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანის სხეულს ცნობიერებას შეუძლია ამ მდგომარეობაში შესვლა და ამ მდგომარეობით სიამოვნების მიღება, ინფორმაციის მიღება, ჰილინგის მიღება და ასე შემდეგ და ეს არის აბსოლუტურად ფანტასტიკური მდგომარეობა. თუ დეტალები დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩემს ინსტაგრამზე ან ფეისბუქზე და სერვისებში შეგიძლიათ ნახოთ სერვისები, იქ დეტალური აღწერა არის, როგორ ხდება, რანაირად ხდება, რა ღირს და ასე შემდეგ და მე შეგიძლიათ დამიკავშირდეთ. თუ გაიცნობით მეტ ინფორმაციას მოიძიებთ, იმიტომ რომ ინგლისურენოვან და უცხოენოვან წყაროებზე რა თქმა უნდა ამაზე მეტი ინფორმაცია არის, მიხვდებით რომ ამაში საშიში არაფერი არ არის, შეგიძლიათ თვითონ დოლორესის საიტზე ნახოთ, აღწერა, წაიკითხოთ, რასთან არის კავშირში, სხვადასხვა ადამიანების გამოცდილებები წაიკითხოთ და თუ რამის მაინც გეშინიათ, უბრალოდ გამოცდილი ადამიანების გამოცდილება გაიზიაროთ, მათ შორის ვისაც თავის თავზე გამოუცდია ეს ამბავი. მოკლედ, სულ ეს იყო ამ ვიდეოში კითხვები და ალბათ მეორე ნაწილსაც გავაკეთებ, თუ არა მესამე ნაწილს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არ დამეტია კითხვები და შემდეგი ნაწილებიც იქნება. ასევე თუ მოგეწონათ ეს ფორმატი, მინდა რომ კომენტარებში დააფიქსიროთ, იმიტომ რომ არ ვიცი ზოგადად ესეთი ფორმატი გავაგრძელო თუ არა, იმიტომ რომ თუ თქვენ არ მოგეწონებათ და მე ტყუილად უნდა გავაკეთო, მაშინ რა თქმა უნდა არ გავაკეთებ და თუ მოგწონთ ესეთი ფორმატი, შეგიძლიათ რომ უბრალოდ დააფიქსიროთ თქვენი აზრი, რომ კი მომწონს და გააგრძელე, ან საინტერესო იყო, მაგრამ ერთ-ორჯერ მოვისმენდი და მეტი არ ხირს. და ჩემთვის იქნება ეს ინდიკატორი გავაგრძელო თუ არ გავაგრძელო. მადლობა მოსმენისთვის, იმედია რომ ახალი პატარა ნეირონები გაჩნდა თქვენ გონებაში, რასთან ერთადაც ახლა დაგტოვებთ და ბედნიერი დღე, ღამე ან საღამო.